დღეს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეაბილიტირებული ცენტრი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სარამატო სამუშაოების პარალელურად სამედიცინო ცენტრში საორგანიზაციო და სამედიცინო პერსონალიც გადამზადდა. დაინერგა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა, განყოფილებები აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტ ქსელით. პაციენტებს დღეიდან საშუალება ექნებათ ისარგებლონ საჭირო ინვენტარით, გაწყობილი კომფორტული პალატებითა და ადაპტირებული ლიფტით. დღესვე მთავრობის წარმომადგენლებმა ბათუმის ონკოლოგიური ცენტრი მოინახულეს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე უკვე დასრულებულია. სპეციალისტები ყავდა, არ იყო შენობა, არ იყო უზრუნველყოფილი ყველა ეს სტანდარტი, რაც საჭიროა ბავშვების, კერძოდ ბავშვების მკურნალობისთვის. ჩვენი იყო ჩვენი მოქალაქეების, ბათუმელების და რეგიონის მაცხოვრებლების თბილისში ვიზიტი და განსაკუთრებით იაშვილის კლინიკაში. დღეს დაემთხვა 2 მოვლენა კლინიკის გახსნა და მედიკოსების დღესასწაული, უნდა მივუწო ყველა ბათუმელს, ყველა აქაურ თანამშრომელს. შედგა პრეზენტაცია 100 წელზე პედიატრიული სტაციონარის რეაბილიტირებული შენობის და მინდა გითხრათ, რომ აი სტაციონარი სულად არის დატვირთული პედიატრიული პაციენტებით. აქ ფუნქციონირებს ყველა პროფილური დეპარტამენტი, რომელიც სჭირდება პედიატრიულ სტაციონარს.